1770 წლების მიწურულისთვის შექმნილია ვითარება, რომ საქართველოს სრულად განთავისუფლებას და ალბათ გაერთიანებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა ესეთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ პირველი ახალგაზრდა კაცი, ის ძალიან ზნეობრივი ადამიანი იყო, არავის ცოდვას არ პატიობდა და მას ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა ისე, რომ კანონიერი მემკვიდრე არ დარჩა, ანუ როგორ არ დარჩა. მისმა ვაჟმა რომ მოიყვანა ცოლი, ბავშვი გიორგი, ანუ ალექსანდრე ერქვა სოლომონ პირველის შვილს, შვილიშვილი ალექსანდრეს, სოლომონის, ანუ ალექსანდრეს ვაჟი გიორგი, დაიბადა, როდესაც ჯვრისწერიდან იყო 5 თვე გასული. ეს ნიშნავდა, რომ ცოლ-ქმარს კონტაქტი ჰქონდათ ჯვრისწერამდე. ქართული ღრმა საეკლესიო წესით ეს უკანონო ჩობილობა თითოლებოდა. და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა დაიღუპა მოულოდნელად სოლომონის ვაჟი. სოლომონმა შეკრიბა მთელი დასავლეთ საქართველოს დიდებულები, ეკლესიის მესვეურნი, წარუდგინა ეს თავისი ჩვილი და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტი არავინ არ ყავს ჩვილი, ახალგაზრდა კაცი ვარ, მაგრამ ჩემს მეორეც მესამე ქაჯა რა ქვია, ქაჯაიას ნაცოლართან ბერი წულუკიძის დასთან შვილი არ უჩნდებოდა და როგორც ეთყობა, ვერც მეყოლება. ეს იქნება ჩემი შვილი, გვარად ბაგრატიონი. დაასახელა რა მამოს გამოუყოფ, მაგრამ აღთქმა დაადებინა უფლის წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ამ ბავშვს მეფეთ არ აკურთხებთ, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ მე ჩემს პირდაპირ შთამომავლობისთვის ტახტზე ვთქვი უარი ქრისტიანული ზნეობის სასარგებლოდ. ეს საოცარი პიროვნება სოლომონ პირველი მაგალითს აძლევს დასავლეთ საქართველოს. მრუშობის გამო მოიძულა თავისი უსაყვარლესი ძმა არჩილი, სოლომონ მეორის მამა და სანეხვეზე დააგზავნა. ტიროდა, როცა ძმა მოუკვდა, იმიტომ რომ ტყუპის ძალივით იყვნენ და უყვარდა სიგიჟემდე, მაგრამ ვერ აპატია. რომ არ შეიძლება ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ერს და ბოლომდე უნდა მივყოთ თავა ჩვენ მაგალითის მიმცემნი, რომ ერი შემოატრიალოთ სიკეთისკენ, ქრისტიანობისკენ, კულტურისკენ. იგივე საკეთებდა სხვა ძმასთანაც. მის შთამომავლები დღესაც არსებობენ, მაგრამ იმათ საერთოდ თავადობა ჩამოართო და აზნაურად ჩაწერა უკანონო ჩობილობის გამო. შესაბამისად, ვითარება ერთადერთი იყო, რომ შეიძლება სოლომონის მემკვიდრე ყოფილიყო ყველაზე ახლო მემკვიდრე, ხო და მხოლოდ მისი ძმის შვილი, შემდგომში სოლომონ მეორე ვისაც ერქვა. მაგრამ ეს მისი ძმის შვილი იყო ერეკლეს შვილიშვილი, ქალიშვილი, რომლის მეორე ქმარი, რა თქმა უნდა, კახელი იყო, რომელიც იზრდებოდა დაბადებიდან თბილისში ერეკლეს კარზე. ნებისმიერ შემთხვევაში სოლომონის მემკვიდრე კანონიერი ერეკლეს ოჯახი გამოდიოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად რეალური იყო, რომ ამ პროცესს წინ ვერ დაუდგებოდა. რა თქმა უნდა, ხა სხვა კანდიდატებიც ყავდა, თქვა ბიძაშვილი დავით გიორგიზე, მაგრამ მისი გამეფების ტახტზე ასვლის ვარაუდი და ალბათობა ძალიან დაბალი იყო, იმიტომ რომ სოლომონის პირობებში ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი დალაგებული. სოლომონიც იგივე საკეთებს, აუქმებს რაჭის ერისთავოს, აუქმებს აბაშიძეოს. ანუ ეს ერთი ტენდენცია მიდის. მეტიც ერთ თემასაც ვიტყვი. 1795 წელს, როდესაც გარდაიცვლება დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მაქსიმე, დასავლეთ საქართველოს სამღვდელოება, აი წმინდა დოსითეოსი და წმინდა ექვთიმე შემდგომში წმინდა ჩეირეცხა, კათოლიკოს აღარ ირჩევენ. მათთვისაც მარტო მცხეთის კათოლიკოსი ერთადერთი კათოლიკოსი. ეკლესიურად, პოლიტიკურად, ყველანაირად ქვეყნის გაერთიანების პროცესი დაწყებულია. ახალციხესაც თვალი საქართველოზე უჭირე უკვე დანარჩენ საქართველოს. პირდაპირ აქ ოსმალეთს მოლაპარაკებები. რომ მოდი, ოღონდ ტოტლებენივით სხვა აღარ გადმოიყვანო და ავიწყოთ საუბარი და მართლაც 1780 წელს იხსნება დიალოგი ოსმალეთთან და ეს მიხეილ რეხვიაშვილსა გამოქვეყნებული ეს მასალები იდება ხელშეკრულება ოსმალეთთან. ოსმალეთის სულთანი ერეკლე მეორეს უთმობს დასავლეთ საქართველოს თლიანად. ღიად ტოვებს მესხეთის საკითხს ოღონდ ერთი პირობით. იმიტომ სხვა შორის მე გამოვტოვე, როდესაც ტოტლებენმა განდევნა ერეკლემ, მე ისევ დაიწყო შეტევა და არზუმამდე ჩავიდა ფაქტობრივად. იქ მე ისევ რუსების თხოვნით და დიპლომატების ეს ჩვენს თემაზე ცუდად იქ მოქმედებსო, უკან გამოიყვანა ჯარები, თორე ეგრე არ იყო. და ოსმალეთის თავაზობს ყველაფერს უთმობს გავლენა გწნობ სულაც საქართველოს მეფეთ ოღონდ რუსებს ნუღარ შემოიყვანა. და ის ზუსტად ამ დროს 1792 წელს
საქართველოში ჩამოდის ოსტინდური კომპანიის წარმომადგენელი შახმირიანი ეს ინდოეთიდან ხდება, ანუ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი და ერეკლეს თავაზობენ ტრაქტატს. ეს ტრაქტატი ფორმდება. ამ ტრაქტატის ტექსტებს მე რუსეთი ძალიან ანადგურებდა, გადაწვეს, ბევრი ეგზემპლარი გაანადგურეს, მაგრამ მაინც იყო გადარჩენილი მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისამდე 20 ეგზემპლარი, რომელიც გამოაქვეყნა ოლივერ უორდროპმა, შემდგომში ეს თარგმნა გამოსცა და მისი მთავარი მუხლები დაამუშავა ზაქარია ჭიჭინაძემ და ეს დღემდე შემორჩენილია. ამ ტრაქტატის მიხედვით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოზე პატრონაჟს თავიდან ბოლომდე იღებს კისრულობს ბრიტანეთი, რომელსაც არავით არის საპრეტენზიო არ აქვს ერეკლე ოსმალეთის ხელშეკრულების. ეს მას არ უსვლის ხელს. სთავაზობს ჭარხლის შაქრის წარმოების გაშლას ქვემო ქართლში. აქ თუ საჭირო არის დამატებით მუშახელად 9000 ინდოელის ჩამოყვანასაც, ამ ჭარხლის შაქრის ბაზრის მთლიანად უზრუნველყოფა სოფლიოში, სხვა სავაჭრო აქტივებში საქართველოს ჩართვას და სამხედრო დიპლომატიური თვალსაზრისით საქართველოს ლობირებას მთელ სოფლიოში. და მას თავაზობს იმ პერიოდისთვის ფაქტობრივად დედამიწის 2/5-ის მმართველი ბრიტანეთი. და ეს ხელშეკრულება ფორმდება. ამის შესახებ სხვა შორის ეს დიპლომატი ინდოელში მოვაც სომეხი აუწყებს იმპერატორიცა ეკატერინე მეორეს. ზუსტად ასეთივე რამ ხდება. კონსტანტინოპოლიდან, როცა ოსმალთა ერეკლეს ხელშეკრულება ფორმდება, რუსეთის ელჩი აუწყებს პოციომკინს, რომ ერეკლემ გააფორმა ოსმალთა ხელშეკრულება. ერეკლემ გააფორმა ბრიტანეთთან ხელშეკრულება. ესე იგი, ჩვენ კავკასიის გადალახვის შესაძლებლობა სამუდამოდ გვეკარგება. და თუ ეს არ მოხდება, ვერასოდეს სპარსეთის ყურესმდე ვერ გავალთ, ვერასოდეს, თქვა, შავ ზღვაზე ჩვენ ვეღარ გავბატონდებით. ამიტომ რუსეთი ისახავს მიზანს, რადაც არ უნდა დაუждდეს, ჩაშალოს ბრიტანულ-ქართული ტრაქტატი და ოსმალურ-ქართული ტრაქტატი. და იწყება სპეცოპერაცია, რომლის ავტორიც არის პოციომკინი და რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ესე სპეცოპერაცია გეორგიევსკის ტრაქტატი. მოკლედ 1792 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა მიზნა დაისახა ერეკლე მეორე წარმოეჩინა ბრიტანელების, ოსმალების, ზოგადად მსოფლიო დიპლომატიური საზოგადოების წინაშე არა საიმედო პარტნიორად და მიეღწია ისეთი პოლიტიკური აქტისთვის, ხელშეკრულებისთვის, რომელიც გამოიწვევდა ქართულ-ოსმალური და ქართულ-ბრიტანული ხელშეკრულებების დენონსირებას, გაუქმებას. დაიგეგმა თავს მოეხვიათ გეორგიევსკის ტრაქტატი. ამ მიზნით გამოუშვეს კავკასიაში რუსეთში მცხოვრები, პეტერბურგში, მოსკოვში მყოფი ბევრი ქართველი იყო მაშინ, ორი პიროვნება, ალექსანდრე ბაქარიძე ბაგრატიონი და ალექსანდრე ამელახვარი. ალექსანდრე ამელახვარი იყო ბატონიშვილის შეთქმულების დროს ერეკლეს მიერ დასჯილი, ხოლო ალექსანდრე ბაქარიძე იყო ერეკლეს დედის ძმისშვილი, ვახტანგ მე-6-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბაქარიძე ბაქარმეფის ვაჟი ბაგრატიონი. ესენი ჯერ გაამგზავრეს და გაუშვეს ირანის მმართველ ქერიმ ხანთან, რომელიც ერეკლეს შიშით შახის ტიტულის მიღებას ვერ ბედავდა და მასთან დაიწყეს მოლაპარაკება, რომ აი ჩვენ ვაპირებთ ერეკლეს წინააღმდეგ ომს და მოგვეშველე. ქერიმ ხანმა ძალიან ცივად მიიღო, მომენტალურად დაინახა ამაში რუსული ავანტიურა და ერეკლეს შემოუთვალა, რომ მართალია ჩემთან იმყოფებიან ეს პიროვნებები, მაგრამ მე მათ მხარს არ დაუჭერ. ამის შემდეგ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში, სოლომონთან. და ზუსტად ასევე შესთავაზეს სოლომონს ერეკლეს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა. სოლომონი რა თქმა უნდა ნაწყენი იყო ერეკლეზე, იმიტომ რომ ოსმალეთთან გაფორმებული ტრაქტატით ცოცხალი და ერეკლეზე 20 წლით მცირეწლოვანი სოლომონის ტახტს რეალურად ოსმალეთი ერეკლეს უთმობდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შემოუთვალა ერეკლეს, რომ ის ამ ავანტიურაში მონაწილეობას არ მიიღებდა, მანაც ჩვენივრად დაინახა, რომ ეს იყო რაღაც პეტერბურგული პოციომკინური ავანტიურა. ერეკლეს ეს ყველა ინფორმაცია მოსდის. ამის შემდეგ გადადიან ჩრდილოეთ კავკასიაში. ტარკის შამხალთან, რომელიც სავარაუდოდ აი ცნობილი რუსი რეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის წინაპარით შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ შავკალ ტარკოვსკი მერეკნიას ტარკოვსკებად გადაკეთდნენ და კიდევ ერთ დაღესტნელ ხან ფათალი ხანთან.
სინამდვილეში ალექსანდრე ბაქარიძესა და ალექსანდრე ამილახვარს როგორც აქ ეს აღწერილი რუს გენერალ-ლეიტენანტს აი ამ კომბინაციის აღმწერს ეს რაღაც ყურით მოთრეული ჭორები კი არ არის ეს ყოველივე რუსულ საარქივო დოკუმენტაციაში შენახულიც არის დამუშავებულიც არის და მე-19 საუკუნეში გამოქვეყნებულიც არის თუ როგორ იპყრობდნენ კავკასიას და იქ ყველაფერი ეს დოკუმენტი არის დუბროვინთან რეალურად უკვე ფული ჰქონდათ აღებული დარკი შამხალსა და ფათალი ხანს რომ ალექსანდრე ბაქარიძე და ალექსანდრე ამილახვარი მათ თანხმლე პირებთან ერთად დაეპატიმრებინათ, ოღონდ ეს უნდა განეხორციელებინათ ფრიად საიდუმლოდ, ისე რომ ვერავის მათ გარდა ვერ გაეგო და სამაგიეროდ უნდა გაევრცელებინათ ხმები, რომ თითქოს ირაზმება მთელი ჩრდილოეთ კავკასია, რათა ქართლის ტახტიდან, არა ქართკახეთის, არამედ ქართლის ტახტიდან გადააყენონ უზურპატორი, უკანონო ერეკლე მეორე, რომელსაც ეს ტახტი მხოლოდ და მხოლოდ დედის მხრიდან ერგო, იმიტომ რომ დედის მხრიდან იყო ვახტანგ მექსიშვილი და აღადგინონ და დასვან კანონიერი მეფე ალექსანდრე ბაქარიძე. ეს ჭორები ვრცელდება. ამ ყველაფრის პარალელურად პოჩიომკინი ვაჭრების გზით და საშუალებით უკავშირდება ერეკლეს კარზე მყოფ მასონობის გამავრცელებელ ვინმე დოქტორ რეინექს, იაკობ რეინექს, რომელიც აქ თავისი მიზნების გამო არის ჩამოსული. ერთგვარი პარფიუმერია, დედოფალ დარეჯანს ემსახურება სხვა დიდებულების ცოლებს, თქვა და ხალხებს მოგეხსენებათ, რომ ყველა ძალიან იტაცებს პარფიუმი და ეს ახალი არ არის ყველა დროში ესე იყო. შესაბამისად ძალიან კარგ კონტაქტში იმყოფებოდა ქართული ელიტის წარმომადგენელთა მეუღლეებთან. ეს შემთხვევაში თავად მამაკაცებთანაც იცნობდა ურთიერთობა ჰქონდა და აი ამ რეინექს პოჩიომკინი იბარებს პეტერბურგში. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება, აი როდესაც ჯერ კიდევ გზაში არიან ალექსანდრე ამილახვარი და ალექსანდრე ბაქარიძე პეტერბურგიდან ირანამდე, მაშინ თბილისიდან მიეშურება პეტერბურგში იაკობ რეინექსი, მას ეცნობა პოჩიომკინი და აი ასეთ რამეს თავაზობს. ეს არის გახსნილი, ასე ვთქვათ, კარტებით აგენტურული თამაში. შენ რო დაბრუნები საქართველოში ეტყვი რომ გამიცანი მე რომ მოხიბლე იმპერატრიცა ეკატერინე შენი პარფიუმით დავმეგობრდით ძალიან დიდ პატივს ვცემთ დიდი თანხებიც გადაგიხადეთ და გაქვს პირდაპირ გზა ჩვენთან ნებისმიერ წამს შეგიძლია შეხვდე დედოფალს შემხვდე მე რომელიც რეალურად მაშინ მართველია რუსეთის იმპერიის გრიგოლ პოჩიომკინზეა საუბარი და ამის შემდეგ თუ შენ გაიგებ და როცა შენ გაიგებ რომ ერეკლე ნერვიულობს არის რაღაც აჟიოტაჟი ომის საფრთხე გადატრიალების არეულობის წვრილად გამოიკითხე და შესთავაზე რომ შენ შეგიძლია იკისრო შუამავლობა ჩემთან და მე პოჩიომკინის შემძლებელი ვარ კავკასიაში ირანთან ურთიერთობაში ყველა საჭოჭმანო და მტკივნეული საკითხი გადავჭრა თუ რა თქმა უნდა საკუთარი ინტერესი მექნება. მოკლედ შენ უთხარი და განუმხილე რომ გაქვს პირდაპირ ჩემთან კავშირი და მე შემიძლია ერეკლეს პრობლემების მოგვარება. თუ რა თქმა უნდა ესეთი აჟიოტაჟი ატყდება. მართლაც რეინექსი დაბრუნდა, რეინექსმა თავისი ვოიაჟის შესახებ წვრილად მოუყვა, უბრალოდ დამალა ის რომ მე რაც უნდა ეთქვა რომ შეეძლო ეკისრა შუამავლობა და როდესაც მოკლედ ირანიდანაც მოდის ცნობები და მოვიდა ცნობები იმერეთიდანაც რომ მის წინააღმდეგ მთელს კავკასიას და ირანს ასე ვთქვათ აბუნტებს და მე ჩრდილოეთ კავკასიას ეს ორი ალექსანდრე და ცდილობენ რომ ილაშქრონ ქართზე ამ დროს ცოტა ხნის წინ კიდე მორიგი შეთქმულება იყო ქართში ერეკლეს წინააღმდეგ და იცის ერეკლემ რომ ბევრი ქართველი თავადიშვილი შეიძლება მიემხროს აი ამ აჯანყებულებს და რა ქვია ალექსანდრე ბაქარიძეს და რა თქმა უნდა ნერვიულობს იმიტომ რომ თუ ყველაფერი ესე მოხდა და თეორიულად იმას დაუშვებს რომ შეიძლება ქერიმხანი ატყუებდეს ქერიმხანი წამოვიდეს ჯარით ხო ეს ირანელთა მზაკრობა ცნობილი თეზა იყო შეიძლება ნაწყენი სოლომონიც არ ეუბნებოდეს ბოლომდე სიმართლეს და ისიც წამოვიდეს მის წინააღმდეგ მაშინ აღმოჩნდება რომ ერეკლე აბსოლუტურად მარტო მხოლოდ კახეთის ჯარებზე დაყრდნობით აღმოჩნდება აჯანყებული ქართლის დიდებულების
მთელი ჩრდილოეთ კავკასიის, ირანისა და იმერეთის წინააღმდეგ და რა გენიალური სარდალიც არ უნდა იყო. რა თქმა უნდა, ძალზე დიდი ალბათობა რომ დამარცხდე ან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ქვეყანა. და აი ამ დროს შეშფოთებული ერეკლე ამ პრობლემებით შეწუხებული, რა თქმა უნდა, ყვება ამ ყველაფერზე საუბრობს ოჯახშიც, რასაც შეესრება რა ინექსი და ის პირდაპირ თავაზობს შუამავლობას პოციომკინთან. მართლაც ერეკლე უშვებს, როგორც იტყვია, ხო, ცდაბედის მონახევრეა და პეტერბურგიდან მოდის მოთხოვნა, რომ გაფორმდეს გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის თანახმადაც ქართკახეთი აღმოჩნდება რუსეთის მფარველობის ქვეშ. წერილის, ოღონდ სათხოვარი წერილი უნდა ერეკლემ დაწეროს. და ჩვენ გვაქვს ერეკლეს წერილი, ასე უნდა, რომ მე ყველა ომი მოგებული მაქვს. მე ნახევარ ამ აღმოსავლეთ ამიერკავკასიას ვაკონტროლებ. მე დარეგულირებული მაქვს ყველა საერთაშორისო ურთიერთობა. ეხლა შემექმნა პრობლემა ჩემს მამიდაშვილთან. თქვენ თუ მას მომაცილებთ, რომელიც მიმხედრებს კავკასიის გადმოღმა თუ გადაღმა ხალხს და მიმაღწევინებ სიწყნარეს, ყაბულს ვარ, რომ თქვენს მფარველობა შემოვიდე, ოღონდ ერთი პირობით. რუსეთი ყოფილი დიადი საქართველოს და ტერიტორიასაც როდესმე დაეუფლება, ყველაფერი საქართველოს სამეფო შემადგენლობაში შემოვა. რაც შეეხება ჯარს, მე ჯარი ამჭირდება თქვენი, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა შემოიყვანოთ რამე ბატალიონი, მეო ეხა დაღესტნელების რაზმები მყავს დაქირავებული და უხდით ანხასო, ბინას გამოუყოფო, მაგრამ ხელფასი თქვენ უნდა გადაუხადოთ. აი ეს არის ერეკლეს წერილი.